ეს რა დაინახა ჩემმა თვალებმა? ჯეკო სადა ხარ ძმა? აი მალადი. სათამაშო აი ესე ბრაულა სტარტის სათამაშო. ბეკო, გახედე? Просто ნახე რამდენი ჟელიბონია. ნახე რამდენი ჟელიბონია ძმა. მოგესალმებით ძვირფასო გამომწერებო. როგორ გიკითხოთ, იმედია კარგად ხართ. მე კარგად ვარ. როგორ გამოვიხურები? რამდენიმე ეპიზოდია რაც გავიდით ეთერში და ძალიან დიდი გამოხმაურებები მოხვა ჩვენ გადაცემებს და ძალიან მიხარია. მადლობა მინდა გადაგიხადოთ რომ ეს აქტიურობთ და ხარში გვიდგახართ. ვისაც ჩვენი არხი არ გაქვთ გამოწერილი, შეგიძლიათ გაახსნათ YouTube-ის აპლიკაცია და დააჩინოთ გამოწერის ღილაკს, შოტიქსი. აი ეგ დაეწერეთ. აქვე მინდა შეგახსენოთ რომ ჩემი გადაცემის სპონსორია ლობიანი. მაგარი ლობია. დანარჩენი სპონსორების საყურადღებოდ. თუ თქვენ სურვილი გაქვთ ჩვენთან სპონსორობის, შეგიძლიათ დაგვეკონტაქტოთ რაც შეიძლება მალე. მერე გვიან რო არ იხოს. აქვე კიდე მინდა ვისარგებლო შემთხვევებით და მადლობა გადაუხადო იმ პირველ დონატორს, ვინც ანგარიშის ნომერზე ჩაგვირიცხა თანხა. დიდი მადლობა ბათურიჩ, დიდი მადლობა ცაცო. მილიონერებო და ჩაქცეულებო. შეგიძლიათ ჩვენ YouTube არხზე გადახვიდეთ, იქ არის ანგარიშის ნომერი მითითებული და არხის გასარავითარებლად შეგიძლიათ ჩაგვირიცხოთ თანხები. რამდენიც გაგისტორდებათ იმდენი. ახლა კი ძვირფასებო, გადავიდეთ უშუალოდ გადაცემაზე ძმა. აი ეს ხუთები თხრილა არალაგია. ჩვენი პირველი ეპიზოდი კომპანია ოკინმა ნახა და ბევრი ცინა იხარხარა. თუ თქვენ არა გაქვთ პირველი ეპიზოდი ნანახი, შეგიძლიათ ნახოთ აი აქა. ამ ადამიანებმა დაგვიკომენტარეს, აი ეს კომენტარი ნახეთ, კომენტარები, აი ეს კომენტარები და გამოგვიგზავნეს აი ასეთი ბოქსი. ჩვენ ახლა გაახსნით ამ ბოქსებს, ვაი თუ ლობიანი არის. ძირფასო გამომწერებო და მაყურებელო, ჩემო მაყურებელო, იმდენად საკაიფო რეიტინგი დადო პირველმა გადაცემამ სპონსორი გამოგვიჩნდა. ჩვენი გადაცემის სპონსორია ამერიკელი სპონსორი, ჯისო ავტოგრუპი. თუ ფილადელფიაში ხარ და მანქანა გაგიფუჭდა, შეგიძლია ამ ნომერზე დარეკო და ამ მანქანას მაგრა გაგიკეთებენ. ჯისო ავტოგრუპი. დაურეკი ამ ნომერს. ახლა კი დროა გავხსნათ ხუთები. ფასი დაეწერება აქა. მიდი ბიჭო. სკაპ. მაგარი რაღაცა გავშიფრე ძმა. ესე იგი ოკინი ხო აწერია ამას, ოკინი. აი იქნება რომ დაიკითხო უკუღმა. წერია ნიკო. ესე იგი ნიკოს ხუთია ესა. ვა. ჩემი კაი, ეს რამდენი რაღაცა ამოვიდა. მოკლედ, აი ესეთი პატარა ჩუპა-ჩუპი ამოვიდა. აი ეს ვის უნდა იყოს არ ვიცი. ეთქობა პატარა ბავშვს ეხობა. რადგან პატარა ხუთია, პატარა ჩუპა-ჩუპი ამოვიდა. აი ესეთი ბრელოკი ამოვიდა. ეს არის სონიკა. სონიკას მაგარი ბრელოკი ამოვიდა ბიჭის ხუთში. აი ეს მაგრა უხურებ ხოლმე მე ამ უთფინეს, მაგრა მევასება, მაგრა დარბის ესა. აი ხა მე რო ეს ვხადდეს აქა. ფერმაში. აი ესე ცხრებს ესე შემოურბენ და მაგრამ აი ესე საკაიფოდ დააბინავებდა. აი ესე ხელში ჩადე და ესე ათამაში. აი ესე ქაღალდიც ამოვიდა, ნახოთ რა ქაღალდია ესა. უკან არის გააფერადე. აი ამას ფანქრები არ მოყვა, მაგრამ ეხა რა ვქნათ? ადექი ეხა შენი კიდე ფანქარი და გააფერადე. და ეს არის კიდე კვერცხი არის, რაღაცა კვერცხი. აი ესეთი კვერცხია, რაღაცა კნოპკა აქვს. აი ნახე რასაკეთებს, ამასაც დააცვევი და ბზრიალებ შიგნით რაღაცა. რაღაცაზე დასვა ძმა. აი ესეთი რაღაცაზე დაჭდა. ესე შეგიძლია სახლის გასაღებზე დაკიდო. ცეცხლი გაუხარო და გულზე დაკიდო. ვა! ეს რა ამოვიდა? პუშტი. მე ამას არ გავხეთქავ. აი ესე გავუშვიეთ. მოკლედ ეს იყო პატარა სათამაშო, პატარა ხუთი, აი ეს ფასიც. ეხლა კი გადავიდეთ მეორე ხუთის გახსნაზე. ბიჭის ხო გახსენით? ეხლა გოგოს ხუთი გავხსნათ. აი ხა დარწმუნებული ვარ ვიღაცები გამოხდებით კომენტარებში და დაცეთ ოკინმა მახუთი გადაგიხადათ და რაღაცები. დედას გეფიცებით თუ ფული გადაეხადოს ვაფშე. პროსტა ეს ხუთები გამოგვიგზავნეს, ჩვენს კიდე გადაცემა ჩავწერეთ. მეტი არაფერი. ეხლა კი მოდი გავხსნათ გოგოს პატარა ხუთი. აი ესეთი ვარდისფერი შეფუთვა. ბიჭის ლურჯი, გოგოს ვარდისფერი. მე ზოგადად არ მივესალმები ძირფასებო, ვარდისფერი ლურჯი, ვარდისფერი. რატო რა მოხდა? მწვანე რო იყოს გოგოსი, არ შეიძლება? რატო არ შეიძლება? მე მწვანე მაგრამ მიყვარს. ჩემი მანქანა მწვანეა, მოსკვიჩი, ყველაზე მაგარი მოსკვიჩი. აი ესე გაიხსნა გოგოს პატარა ხუთი, დავიწყოთ
ისევ ჩუპა-ჩუპი, პატარა ჩუპა-ჩუპი, ფისუნია კატა, მაგდაზე ახტა, გადმოაგდო ზასა ბებო გააბრაზა. შემდეგი არის ესეთი ბრელოკი, შეგიძლიათ გოგოებმა ესე დაკიდოთ ჩანთებზე. გასაფერადებელი, ვაი მე ეს რა, მაგრამ მე ვასება მე სუპერ მარიო. მარიოს თამაშობდი თქვენა. ვინც 90-იან წლებში დაბადებულები ხართ, მარიო გეცოდინებათ. სუპერ მარიო, მარიო მაგარი თამაში იყო. ეს იდო ამ პატარა ყუჩი, რომლის ფასიც დააწერე ბიჭო. ახლა კი გავხსნათ საშუალო 5. გოგოს 5 დავიწყოთ. დააწერე ბიჭო ფასი. ბიჭო დააწერე ფასი. ეგრე. შეფუთვა იგივეა, პროსტა ცოტა დიდი არის. იმ პატარაზე ცოტა დიდია, ბუდე ახათია, მაგარი სახურავი კი აქვს გადაფარებული ქრიშა. და აქ ისევ კარებია, კარები, რომელიც არ იღება. არაფრის დიდებით არ იღება. ვაკაკუნე არ გააღეს. ხო, მაშინ უკვე საინტერესო რაღაცები ამოდის. ოკინ, ეს ამდენი რამე სპეციალურად ჩადეცმა, თორე ძალიან ბევრია. ყველაზე მაგრად რაც თვალში მომხვდა, ეს არის ჟელიბონის ბურგერი. ჰამბურგერების ჟელიბონები. ამოვიდა ბრელოკი, ბუშტი ამოვიდა დიდი, სასაცილო რაღაცა ახატია. ეს ახატია, სასაცილო კაცი. ამოვიდა ესა, ეკრანი აქვს, პატარა ეკრანი. უნდა ჩართო, ელემენტები უნდა ამას. ჩაირთო, ეს ამოვაძრე და ჩაირთო. ნახე, ხედავ შენ. აქ რაღაცა წარწერები აქვს, თამაშია მე მგონი. რაღაცა კურდღელი ამოხდა, ბაჩია ამოხდა. აქ არის ბაჩია, ნახე, ხედავ ბიჭო, გადაიღე. პატარა ბაჩია დასკუნობს. ეს მაინტერესებს, ძალიან მაინტერესებს რა არის. პანდა ახატია, პანდა. პანქრები. ესეთი პანქრები. სხვადასხვა ფერის პანქრები არის. რომელსაც აიღებ, ამ გასაფერადებელს გააფერადებ. მოდით ეხლა ვნახოთ ბიჩის 5, საშუალო 5, რომლის ღირებულებაც იგივეა. დაწერე ბიჭო. ჩემი საყვარელი ჟელიბონი. ამას მერე შევჭამ. ესეთი სტიკერი, ესეთი ბუშტი, ესეთი გასაფერადებელი და იგივე პანდა პანქარი. და ასეთი სათამაშო ამოვიდა. სათამაშო ესე ბრაულა სტარტის სათამაშო. მოკლედ ეს იყო საშუალო 5 ბიჩებისთვის. ოქინისაგან. ძვირფასო გამომწერებო, ქართველებო, თუ თქვენ ახლა ამერიკაში ხართ, კერძოდ ფილადელფიაში და ეძებთ მანქანას, მაგარი პრიუსები გვაქვს თქვენთვის. შეგიძლიათ ამ ნომერზე დარეკოთ და იქირაოთ პრიუსი, მაგარი პრიუსი, ტოიოტა, პრიუსი. ეს ნომერია. სათამაშოების ოკეანეში გინდა ჩაიძირო ბავშვო. მაშინ ოქინი იყიდე. სიმართლე რომ გითხრათ ძირფასებო, საშუალო 5-ები ცუდი არ იყო. აბა ვნახოთ ახლა ამ დიდ ყუჩი რა დევს. ეს რა არის ბიჭო? რამდენი რაღაცებია. მართლა ბევრი რაღაცებია. ეს უკვე მომწონს. ოქინის სასკოლო 5 გავხსენით. სკოლა ახათია ახლა. დავიწყოთ. ჩუპა-ჩუპი, ახლა დიდი ჩუპა-ჩუპი ამოვიდა. ესეთი რაღაცა ამოვიდა. აქ რაღაცები უნდა ჩაალაგო. ფოფიტია, ნახე ფოფიტი. ესე ფოფიტი გაერთობი. ეს ამოვიდა, არ ვიცი რა არის, გავხსნი ახლა და ვნახავ. ეს რა არის, პაცტავ თუ რა არის ესა. უბრალოდ ქაღალდი ყოფილა. ქაღალდი, ესე იდო. ესე. ეს ის არის. პანქარი უნდა გააკეთო გათალო. გასაფერადებელი ამოვიდა. ესე იგი ყველა ყუთში გასაფერადებელი ამოდის. ესეთი გასაფერადებლები ამოდის და ამოვიდა ესეთი პასტა. სკვიშის თათის პასტა. სხვადასხვა ფერები აქვს. რომელი ფერითაც გინდა, იმით დაცერავ. მე პროსტა ვერ დავწერავ, წერა არ ვიცი, მაგრამ ვისწავლი და დავწერავ. და ეს მაინტერესებს რა არის. ესე გავხსნათ, ესე. ეს რა არის? ესეთი პეპელა რა. აქ რაღაცა სამაგრი აქვს. მიხდი რაც არის. მოკლედ ესეთი პეპლიანი თმა ამოვიდა. რომელიც ესე უნდა გაიქეთო და ესეთი მაგარი ლამაზი თმები გექნება. ფასის დაწერა არ დაგაიჩნდეს ბიჭო. კიდია რაღაცა. რაღაცა კიდე. ჩუპა-ჩუპი ყველგან არის. ყველა ყუთში ჩუპა-ჩუპი არის. ეს არის სტანდარტი. ჩუპა-ჩუპი ყველა ყუთში უნდა იყოს. იმიტომ რომ რა ვიცი, მეთი ფანტაზია არ არის ძმა. გასაფერადებელი, ესეც სტანდარტია. ყველა ყუთში გასაფერადებელი დეს, რომ გული არც ერთ ბავშვს არ დაწყდეს. ეს გასაფერადებელი. პატარა პანქრები, ველოსიპედი. გავხსნათ და ვიკატაოთ. ესე უხვევს, ხედავ შენა. ექსტრემალური ველოსიპედი ამოვიდა, ეს შეგიძლიათ სალბორბალზე ესე ათარავო.
აი ეს რა არის? მივხვდი ეს რაც არის. ეს არის. ნაკრებია. ეს არის ნაკრები, როგორც მივხვდი. ეს ყველა ერთნაირი სათამაშოა. ესეთი გამაფრთხილებელი ნიშანი ამოვიდა, აქ დადებ მიმდინარეობს მუშაობა, იქ დადებ მიმდინარე, მოკლედ, ამას სადაც დადებ, ყველგან მიმდინარეობს მუშაობა. და არის კიდე ესეთი ნიშანი. პეჩენია, ისა, პური, ისა, პარკინგი. მე ადექი, აიღეს ველოსიპედი, დაატრიალე ბორბლებიც ამოხედი, აი ტრამპლინზე ეს ახთი, მაგარი ტრიუკი გააკეთე, გააკეთე, ჩამოვარდი ეს გაატარე, ისევ მოხვედი და დაპარკინგი. ესე უნდა გაერთო ბიჭო. უნდა გავხსნათ კიდევ ერთი ბოქსი. ესა. რაღაცა მაგარი მძიმეა. გავხსნათ, მოდით რახოთ რადე სამყუჩი. ეს რა დაინახა ჩემმა თვალებმა. ჩემიკოი. კაპტენის ჟელიფონი მე პირველად ნახეთმა. ეს ასწორებს, ჟელიფონების ზღვა, იქულავე ძმა. სახოლოკინ. ჯეკო სადა ხარ ძმა? ჯეკო ნახე რამდენი ჟელიფონები მაქვს ძმა. თუ ეხლა შენ ამ გადაცემას უყურებ ჯეკო, მოდი ჩემთან მაგარი ჟელიფონები გაჩამო ძმა. მართლა გაასწორა. მან მართლა გაასწორა. არ ველოდი, სათამაშოებზე, მაგრამ რაც გავხსენი, ყველაზე მაგარი ხუთი ეს არის. ჟელიფონებით სავსე ოქინის ხუთი. ეხლა მაგარი ნასიამონები არის. პროსტა ნახე რამდენი ჟელიფონია. ძმა. ჟელიფონები გინდათ? აქ არის ძმა. და ძირფასო გამომწერებო, ეხლა უნდა გავხსნათ კიდევ ერთი ხუთი. ძალიან ძნელად იხსნება. აფავ ნახოთ. მალადეც რომ გაითვალისწინეთ ჩემი თხოვნა და ამ ხუთში ესეთი ლობიანი ჩადე. ხო ხედავ რომ იდება. ჩადე რა. კიდე რაღაცა არის. ჩიკა. ჰოპა უყურე აქ რა დევს. ღვინო. კიდე არის რაღაცა. ესე. კიდია რაღაცა, აპა უყურე. კიდია რაღაცა. აპა უყურე. ძვადი. აპა უყურე რა. პური. ეს ლობიანი, ეს დავდოთ. ხაჩაპურიც მოვიდა. ასეთი კერძები ამოვიდა ოქინის ხუთიდან. იხიდე ოქინის ხუთი და გაშალე ქართული სუფრა. მე ახლა ვღიროთ დავასხავ და ერთ საადრე გძელო შემოგთავაზე. მოდი ამ ჩიქით ჩემ გამოცერებს გავამარჯვ. იხარეთ და იემრავლეთ. ბევრი იყავით. დაალაიქეთ ჩვენი გვერდი, გამოიწერეთ ჩვენი არხი. გაგიმარჯვოთ. კომპანია ოქინი. მეც ამაქვს შეთვის საჩუქარი. მოიცა? ეს ბათკანი ჩემგა საჩუქრად ოქინ. ბეკო. გახედე? თქვენ ისეთი საჩუქრები გამიკეთეთ, მე ეს ბათკანი გაგიკეთე. მოკლედ ძვირფასო გამომწერებო, დღეისათვის სულ ეს იყო, გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. ბეკო, დაემშვიდობე. მიდი ბიჭო.